ახლა უკვე ადუღდა, აგერ გამოირთო თავისით. ხოდა აი ესე დავასხათ უღარე აი ესე გავავსოთ და ეგ არის აი კიდე დარჩა ისევ კარგად ამოვავლოთ დავაგურგულავთ ეხლა რომ შაქარი გავალოთ იქ არაფერი არ უნდა გამოვიღებ ჩემს ძველ საბანს ან ადიელებს გამოვიღებ ბავშვებს არა აქვს შეიძლება მთავარია სითბოში იყოს აი ასე მე შევხედავთ ხომა წვეთას ან რამე და თითები მშრალი უნდა გქონდეს რომ მოусნებთ სალიცინს და რამეს არ ვუშვები სალიცინს ვუშვები მხოლოდ საწებელს და соуს და ნაჯაფსანგალს ვაკეთებ დანარჩენ რამეში არ ვიყენებ თითქოს და ხელი მითავებს აბა მოვამშრალო ერთი ჩავასხი ახლა დაველოდო რადგან ესე მშრალი მაქვს კიდე რა შევამოწმო კარგი ახლა ხო ჩავთე ის კი აი ესე დავტოვოთ ერთი წუთი სანამ იმას მოვიტან სამი ხომ აქვს ეს გამოვწიოთ აქეთ ეს სატენიც აქეთ ხოდა ერთი დავაფინოთ ქვემოთ აი ასე ხოდა ამას მედი კი არ უნდა შრალია შევინახოთ დავაფაროთ და როგორც ეს ერთი გავაკეთეთ, ზუსტად იგივეს ვიმეორებთ. სულ სტერილიზაციას მეკითხებიან და აი ეს არის სტერილიზაცია, იგივე ტემპერატურაში რომ არის რამოდენიმე საათი იგულისხმებ, მაგის სანამ არ გაცივდება არ გამოგვაქვს. ასე რომ არაფერი არ დაიმართება ხალხო და არც არ არის საშიში. რა ვიცი? მე ესე ვიცი რომ არ არის საშიში. თუმცა ვისაც როგორც უნდა ისე ზოგს ნაყიდიც რჩევია. ამდენი გამოვიდა. 6. მოგლეთ ძვირფასებო. საღამო მშვიდობის როგორ ხართ? როგორ ფიქრობთ? შოპინგ ჰაუსში ვიყავი. ჯიმი ბრენდში ვიყავი, უფრო სადაც CFR იქ დავდივარ, იცით. აქედან გამომდინარე, ეს ყურებია. ეს გასაღები რა თქმა ეს გასაღები აი მასე გაიტანე დე ხო გოდე დადი გასაცმისის ყველა წაიღე გასაღები ჩამოვიდეთ მაგრამ არ გასარეცხები მაქვს არ გაგიკვირდეთ მოკლედ ვერ მოვისვენე რომ არაფერი არ მქონდა ამათთვის და მაინც გავედი ცოტა რამე იქნებ ნახოთ ხო თან ესეც მინდოდა
სემანა ლიტრა ნახევრიანი ღირდა ძვირფასება 23 და 55 თეთრი. ხმას ჩაუწიეთ. ეს არის 700 თუ 800-იანი, მოკლედ არის სადღაც ეწერა და 40 გარეცხვა აწერია ამას და 36 რო ეწერა ეგეთიც იყო. მოკლედ ეს ჩემს დედამთილს აქ და მაგარი სუნი აქვს და ეს მაინც წამოვიღე, არ მისუნი ამაზე ისე წამოვიღე. გირჩევთ თუ დამიჯერებთ, ამის მერე სხვას არ გამოიყენებთ, არანაირს არ გამოიყენებთ, არბილებს კიდევაც და სუნი აქვს, აი რო დადოთ ეხლანდელი გარეცხილი და მომავალ წელს აიღოთ, მაშინაც ექნება მაგარი სუნი, მართლა. და ეს ხირდა 8 ლარი. აი ეს 8 და 16, მაინც უფრო იაფი გამოვიდა ვიდრე ის ლიტრა ნახევრიანი. ხო, ეხლა ეს არის ჯიმი ბრენდში ადასთვის 32 ზომა ცოტათი დიდია, მაგრამ ეხა ხომ აქ ნაყიდ ფეხსაცმელები 2 ცალი მაქვს ადასთვის. ხო და ამიტომ ეს მესამე ექნება ცოტა დიდი და უფრო იქეთ რო გამოადგეს ესეთი. ეს ადას 35 ღირდა ეს. 35 ღირდა ესეც გეგას. ეს მე შევამჩნიე იქ რო უკვე ვიხდიდი, თორე იქნება და სხვა ზომა, სხვა ამეღო რა, გავრეცხავ. ესეც კი, აი ესე აქ ფერი. ცოტაზე იმაშვება რა, ემჩნევა, მაგრამ ამის გამო ვყიდო რომ აი ადვილად რო გახსნის და ჩაიცმევს თვითონაც. ესეც იგივე ფასი. ეს გეგას. всё, ეხა გეგას ბატინკობამდე ფეხსაცმელი აღარ სჭირდება, აღარ იყიდი მეთქი უთხარი კიდევაც. 70 ლარი გადავიხადეთ მასში ორივეში. ეხლა შოპინგ ჰაუსში ოდეს ვიყიდეთ ფეხსაცმელი, ერთი აქვს და ერთი დავუმატე. და მანამდე რო ქონდა ის რო გაიხა ის შემოვაკერინე და ისიც აქვს. ხოდა მოკლედ მე კიდე იმას ვიზა. ეს 19 ლარად მუხასია. ბაყიდი ეძალით. ერთი ხო არის ინამ რო გამოუგზავნა, იმას არ იშორებს და იმის მერე ეხა 19 ლარად ამას ტემუზეც ვერ შევიმეთქი. 19 ლარად კი გამოიწერეთ რაღაცა, ის ძალიან ხელი იყო და ეს კარია. ასე რომ ეს 19 ლარად ზალით ვაყიდიე. შენ დღეს ეს ხარ მეთქი მუხანის ვეუბნები. მოგებული, რო წამოგიყვანეთ თქო. შარლები სანამ არ შემოეცვითება აყიდულობს. ხო და აქედან გამომდინარე, აგერ გაჩვენეთ ეხა რო არ დაიჯეროთ. ნახეთ, 19 ლარად 2 ერთნაირია თითქმის ოდნავ ფერშია განსხვავება. აი, სულ ოდნავ ესაა ოდნავ მუქი. ორივე, ნახეთ. ესეც 19, ესეც 19. შოპინგ ჰაუსში ესენი ძვირფასები. ხო და ეხა ცოტა ხანი ერთი წელი მაინც არ იტყვის მუხანი არაფერს, კი არა, არც უთქია მე ვაყიდიე ძალით მაგთა. 19. ესენი მუხასი და ეს გოდეს. ესეც შოპინგ ჰაუსში და ზუსტად ასეთი აქვს შავი. ესეც 35 ლარში. გოდეს. და ეს მე კამარი, ძალიან მოწონს ფერები. ხო და თან ესე პატარა ზომის კამარი რო აი ასე არ მიდიოდეს, პირველად შემხვდა და ამიტომ მიყიდე 3 ლარად. ფასაკლებები მქონდა, კიდე ვიდეო ბევრი, მაგრამ უხანის სახმა არ მოიღე, სიმართლე რო გითხრათ. ხო და ასე რომ კიდევ ექნებათ იქ ფასაკლებები მე. ესე შემოკარგებო. ათაზე არაფერი არ მიყიდია, მარტო იმეთი ფეხსაცმლის გარდა და
ხეს წარი და მოკლედ იმ თავისი ჯიბის ფულით გადაიხადა 57 ლარი. დანარჩენი გადავიხადე მე ჩემი ბავშვებისთვის გადადებული ფულით. 70 105 ის მოხამეყი. ხო. ესეც მოხამეყი. მოკლედ ეს ეხლა ფორმის ფული მიდევს ცალკე. გოდის გეგასი მარტო ერთს ვყიდულობ. ხო და მარჩა. ორი შარვალი არის და ერთი პიჯაკი და მე შეიძლება მაგის მსგავსი რამე ჟილეტივით მოვიფიქროთ, არ ვიცი, ნახოთ და თეთრი პერანგები, სალოჩკა, პერანგი 25 ლარი, ძალიან ისეთი იყო, როგორ გითხრათ, ძალიან უბრალო, ჯიმი ბრენდში რო ვნახე. ადაზე საერთოდ ყველაფერი მაქვს აღიდელი. გეგაზე მარტო პერანგები, მაიკები, გოდესეც იგივე, და გოდესე შარლები, პერანგები, რა ვიცი რამე. მოკლედ. და საკანცელერიო, არ ვიცი, შარშან სადღაც 120 ლარამდე დავხარჯე მან და მაგის მერე კიდე, მაგრამ მაგის მერე არ მადარდებს. თან მე რომ ყიდულობდი მაგაზე ვიძახი რომ არ მადარდებს მეთქი. ეხა პირველ რიგში მინდა უფრო მეტი გეგა და გოდესთვის და ადას მე რეცოლები ეხა ბაღში ესე უცებ პირველ მეორე დღეს რა დასჭირდება და პირველი ამან გავისურვებ და მე ადას ვუყიდი. ჩანთა აქვს. როდის უყიდი სუახალევით აქის ვარდისფერი ჩანთა. აქედან გამომდინარე, ადა ჩანთას არ საჭიროებს სკოლამდე. ესე შემოკარგებო. არადე. მოკლედ, ეხა ძირფასებო მე კარტოფილს ვწვავ, მაგრამ მანამდე რა გადაწყვეტი ხება მივიღე და რა გავაკეთე ის უნდა გითხრათ. ბიჭების შარბების 60-55 ნაკლებად არ არის. დღესაც ვიყავი მაღაზიებში. მუხრანის უთხარი დღეს ხმა რა მოიღო მეთქი და ერთი დღე მასია მოუნე მეთქი, ისე ვიაროთ მეთქი. ყველგან რო შევიდე და ფასებიც გავარკვიო მეთქი. ხო და რო გავარკვიეთ, მუხამაც იგივე აზრი სიყო მუხრანიც რა აზრის მეც და გამოუწერე ტემუდან ბავშვებს 300 ლარამდე არის. 300 ლარამდეა, სადღაც 5 ლარი თუ რაღაც აკია, მეტი არა. მგონი არც მაგდენი. ხო და აი ესე ვქენი ეხა. ეს ვამჯობინე. და გეტყვით ეხა რა ვუყიდე. ერთი გრძელმკლავიანი მაისური გოდეს თეთრი გრძელმკლავიანი პერანგი გეგასაც ორი პერანგი გოდეს 3 ჯინსები ვუყიდე, ანუ 2 ცალი ვიყიდეთ 57 ლარად. მე ვამბობ გამოუწერეთ და აწი რომ მოვა სადღაც ეხა რომ გამოუწერეთ დადასტურების ის ხამე მოვა ან დილით მაინც. ხო და სადღაც 2 კვირა უნდა ან ცოტათი მეტი. ადას გამოუწერეთ 1 მგონი 3 ორეულები 19-20 ლარი და 25-ში არის, რაც მე მომეწონა მაგალითად და იმეშინია.
მაგრამ იმედია არ დამაღალატებს ეს მაღაზიები და კარგები ჩამოვა. ორი ჯინსი 47 ლარამდე იყო, მაგრამ 45 და რაღაც ეწერა მე მგონი. ხო და ნახოთ. ეხა გეგასი ფორმა. შიგნით მაისურებ. ჩაუწიეთ ბიჭო, მუსიკა არ მინდა, რატო ყვირის? ეხა მე ვყვირი რა იმის ხმა დავფარო როგორმე. ღმერთო დიდებულო, იმედია მანამდეც არ მღეროდა ეხა მაგი. ხო მოკლედ რა. იქიდან გამოვწერე და ვნახოთ აბა რა მოვა. ეხა მხოლოდ იმას ვიძახი შიგნით მაისურები. იმ თეთრი პერანგის შიგნით ჩასაცმელი კი მაქვს, მაგრამ ახალსაც მივამატებ მეთქი. სად იყო კაცო რომ ვიყიდე მაშინ და ეხა ვერ ვნახე. იმ თურქულ მაღაზიაში ვიყიდე ის თეთრი მაისურები თუ სად ვიყიდე არ მახსოვს. სადღაც ყოფილა მეთქი კიდევ ამბობდი, იმიტომ რომ თამთასდერდას ვართმევ ხოლმე ნისიაზე მაგ იმებს გინდმუხასთვის გინდიმის ბავშვებისთვის. სადღაც ყოფილა მეთქი ვთქვი. და აღარ მახსოვს. ხო და მოკლედ ეგ. იგადის და ეგ. იმედია კარგები ჩამოვათ, ხესაცმელები აქვთ და მეტი რამე რო დასჭირდებათ ნელა-ნელა სხვა თვეებში იმას ვიზამ. დავამატებ და ეგ არის. ყოლა და ბარტი რო დაიწყება. რაღაცებს რა აუცებ რადაც ჭირდება კიდედა ეს ვეუბნებოდი ჩემს შვილებს რომ აი არასდროს არ ყოფილვარ საჭიროებზე არასდროს აი კიდევ რო ვიყავით მაშინაც მარტო დედაჩემი არ იყო და მაშინ მამაჩემმა წამიყვანა მე როგორ იყიდო შენი ფეხის ზომა ფეხსაცმელიო და რომ ვიყიდო და რაღაცა წამიყვანა მამაჩემმა თან თეფშები და რაღაცებიც ვიყიდოთო მითხრა და მაშინ ვიყიდეთ ბევრი თეფშები ვიყიდეთ ხმა გინდა დიდი გინდა საშუალო გინდა რა ვიცი ბევრი თეფშები ვიყიდეთ მაშინ მე და მამიკო ხო და აი ის მომენტი იყო რომ ავტობუსი იყო მაშინ ძველებური ავტობუსები ხო იცით და მამიკო ავტობუსში მეძებდა იმიტომ რომ რამდენი ვინმე ამოვიდა სულ დავსვი ხო და ბოლოს უკვე აქეთობას მე შენეხაო ისევ ავტობუსში ხوار დაგიწყებო ძებნას ხო და მამიკო დამსვა დამილაგა კალთაში ეს თეფშები და რაც ვიყიდეთ ყველაფერი და დავიჯდა გვერდზე. ხო და არაფრით არ ამაყენა მაშინ 2 ლარი ღირდა თუ 2.5 არ მახსოვს სუსტად. რა ღირდა მგზავრობა, მაგრამ იხდიდა ჩემ ფულსაც, იმიტომ რომ არ მქონდა პატარას შეხედულება. როგორც ეხა მე ვიხდი რომ არ დივარ მარშრუტკაში, მე ვიხდი. ძალიან ბევრი ვიცი რომ მეჩხუბებიან რომ შენ აფუჭებ მძღოლებს, არ უნდა გადაიხადო ბავშვის ფული, მაგრამ მე ვიხდი ჩემი შვილების ფულს. დაჟე ადასას კიდე ვითვალისწინე, ვიქწერია რომ ამდენი წლის ქვემოთ უფასოა და ამდენი წლიდან
ზოგი ნახევარი და თუ ცალკე ადგილს იკავებს სიფლიანი ფულიო და აქედან გამომდინარე ვიხდით ვიფასებო არასდროს არ გამიკეთებია ისე რომ არ იქადა ჩემი შვილი იჯდეს და ვიღაც ფეხზე იდგეს მაგრამ ორ ადგილიანზე ვეტევით ხუთივე ესე ვარ ხოლმე და გოდე თუ ზის გება და სვამს მაგრამ უმეტესწილად ადას და გეგას ერთ ადგილზე ვსვამ გოდე ფეხზე დგას და მე ვზივარ ხან გოდეს უზის გეგა ადამიზის მე ესე ვგზავრობთ ჩვენ ხო და კი არის საუბრები ხოლმე მერე მარშრუტში რომ აი ბავშვების ხედან და დიდები დგანან და აი ბავშვმა როგორ დაიჭიროს თავი თორე ძალიან ასაკოვანი როდესაც ამოდის გინდა აგერ გოდე ნებისმიერზე დგება საწყალი ერთხელ გოდე ადგა რა ქალს დაუთმო ადგილი იმასაც ბავშვი მოყავდა და იმან გოდეს ადგილზე თავისი შვილი დასვა და თვითონ გადაჭდა გვერდზე დაჭდა გვერდზე ადგილზე და გოდერძი მაინც ფეხზე დარჩა ესე იყო რა თქმა უნდა მომყვება ცოტა ბრაზი ნებისმიერ გინ ზუგდიდში რომ მივდიოდი მაგალითად გინდა აქაც ექიმთან რომ გზავრობდი ბევრჯერ მქონია რომ აი ბავშვით მივდიოდი ფეხმძიმე ქალი და ფეხზე ვიდექი ხო და ბევრჯერ ვიძახდი რომ აი მეც რომ დავჭდები გამორიცხულია რომ ვინმე დავსვათ ხო მაგრამ გული მაინც არ მიშვება მაგას რომ ასე მოვიქცე რაც გული თუ სინდის ნამუსი და ესე მქონდა ისეთი მომენტები მეც ეხლა ამას ამდენს იმიტომ ვწვავ რომ უხამაც ჭამოს ხო ჩემ ბავშვებს ვეუბნებოდი რომ არასდროს არავის დავყავდით მეთქი და ესე თავისი გემოვნებით არავინ არაფერს არ გვირჩევდა მადლობა გვარჩევინება მადლობა ღმერთს რომ აი დედაჩემს რაც მოხდა მომწონდა რა ვიცი მე ყველაფერი მომწონდა და მეცვა მაგრამ ჩემს დროს როგორ იყო იცი არ ვიცი ერთი ზომის ფეხები ვქონდა ყველას თუ იმ ჩემთვის არჩეულს ხვდებოდი იმიტომ რომ დედაჩემს უმკა არ ქონდა გახსნილი მიუვარდებოდი და ყველაზე კარგებს ავირჩევდი ხოლმე ეგრე ვიცოდი მართლა ხო გულახდილი საუბრები მირჩენია ვიდრე მოგატყუოთ მაგრამ ესე ვიქცევდი შეიძლება ცუდად მაგრამ კარგი მინდოდა მე და ყოველთვის კარგები მოხდებოდა სხვათა შორის ყოველთვის ქუსლიანი დასაცმელი დავდიოდი ყოველთვის აი ესე ყველაზე მეტად მიხარია სურნელოვანი, მაგრამ ის ეთრეულები ხეს გავრეცხე რო არ მქონდა იქნება არ მიყიდოს მუხა მთქოდა რას ველოდო მეთქი და ხეს გავრეცხე ისე ეხა ისე მომიწეს თავიდან თავიც ხეს ავიბანე თავი რა ისე ცხელოდა რა თქმა უნდა გადავივლე და თავიც და ეხა საღებავი მაქვს ხამე თმა უნდა შევიღებო ხვალ დაკრძალვა არის ლიკას ბებიასი და ძალიან მემჩნევა ეს ჭაღარები თორე მეზარება სიმართლე რომ გითხრათ მეზარება ძალიან ხო და რომელიმე ბოთლი უნდა გადავჭრა რომ ის იმაში ჩავამზადო თორე ამას არ მოყვება ის ჩასასხმელი ისე ვის ვიყიდე წინა შეღებვა პრესტიჟი გამოიყენე ეხა ისევ ფლორექსი ვიყიდე 3.2 რომელსაც ვიყენებდი
მუხაზე მეტად მიხარია, რომ მუხას შარდები აქვს ეხლა. მართლა ბავშვებს გექცევით, ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიხარია, რომ მათ ფასად შარვალი იშოვა. მეტი ზომა არის იყო, თორე სულ ერთნაირები. სხვა ფეში არ იყო. სხვა ფეში რომ მოგეწონა, მუხას ზომა არ იყო. თორე ისიც კარგი იყო, მაგრამ მუხის ზომა არ იყო მაინდა-მაინც. ხეთები და დაკრიანებული გაზი ეხა მოიშფიქება. ქვაბი რომ მიდევს მაგიტო ჩანს ბევრი, თორე 4 თებში და 2 ჩაის ჭიქადებს. მეტი არაფერი, მაგრამ ქვაბი მიდევს სოუზის. გამოვან თავისუფლე. ორგაიკარი. მაგიტო ჩანს დიდ. მოკლედ ეხა ერთი სული მექნება ეს ჩემი გამოწერილი ნივთები კი დაყოფენ ალბათ. იმიტომ რომ 300 ლარამდეა და მაგდენი თანხისას ყოველთვის ყოფენ ხოლმე. შარშალაც უმეტესი წილი განსაცმელი ემოდან გამომწერე მე ბავშვებს სასწავლებლად. ეს shopping house-შიც რო ვეძებდი, მარტო ადას ზომა შარულები 25 ლარიდან იწყებოდა. ჯინსები, ადას ზომები. და ესენი რატო იყო მუხასი აქციაში რატო მოხდა არ ვიცი. მაგრამ ძალიან კარგი რომ მოხდა აქციაში. აი ეს არის მარტო ტექსტები და ეს ქვაბია. არ მეყვარს რომ მიგროვდება გასარეცხები, მაგრამ ჩემი თავის მიხება ვარჩიე იმდენად ცხელოდა ეს და იმდენად ცხელი ჰაერი იყო ნიარი თუ რა ვიცი რა იყო საცუდაობა იყო ეგ კომფორტურა ძალიან როდესაც ისავთ რა არის მაგო ცივი და თბილიც რო აქვს ერთად ხობა ეგ რო არ არის ძალიან ძნელია გარჩენა შიგნით ოთახში ეხლა სამთასთან რო ვიყავი 2 დღის წინ მე მგონი ხო ვაიმე ისე შემცივდა მომერი და ვერწვი მიდო რომ ის პატარა იმდენად არის იმ ტემპერატურას შეცვლილი მაგრამ ტემპერატურაზე ანუ ვერცლობს თავს ისე კომფორტულად ის ტემპერატურა ეკომფორტულება ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს აი პატარა ბავშვი უჩვეულია მაგას ეს ავა დამილევია ავის გარეშე ვარ ვიკარო ვერ მოდის ერთი ვიგადადიოდა ჩემთან და სამთათაში ერთები იმიტომ რომ ხა პატარა როხავს შვიათად ეს
ნათიას ბურეკა, რამდენი ხანია ბურეკა. გადაურეკავს, გარი არ გავა, მომივა მესიჯი ხელმისაწვდომია, გადაურეკავ, უცებ, მაინც არ გავა. ისე მომივა მესიჯი, რომ ხელმისაწვდომია, მაინც მერე არ გავა. ეს 5-ჯერ გავაკეთე მასზე. მესენჯერზეც მივწერე, რომ ჰქონდათ ძველი ყურები და წაიღე მეთქი, მაგრამ დღეს თუ არ მოვა, მომიწევს გადავყავ, იმიტომ რომ მერე საზამთროს ისიც არის და ბუზები დამესევა. გაივანზე ბუზები გინდა თუ ყრაზანები გინდა, ყველაფერი მანძბობა. ასე რომ და როგორ მყივა ეს ციცი რაღაცა მჭირს ამ თითზე კარგია, განიმოდეიდა აქვს ჩასხარიცხი აპარატი, უცებ ჩარიცხა მოხდა და დავაე. გამოვწერე. ეს ჯობდა. დავით, იმედი არ ვინანებ, იმედი არ ვინანებ და არ მომიწევს სირბილი წინა დღეებში, იმიტომ რომ დავაბრუნებ მის. ეს დაბრუნებას უნდა მერე დრო. ასე რომ იმედია წელსაც დაამართლე და კარგები ჩამოვა. რაც ჩამოვა. ადას უფრო როგორი გამომოწერე, იცი? სახმარად, აი 1-2 ხელი რა სასიარულო. ხოდა. პირველი დღისთვის არ ვიცი. იეკასთან ცოტა ძვირია ის, რაც მომეწონა, მაგრამ 80 ლარი ის ორენია შაბალი და ზედა. მაგრამ ძალიან მომეწონა. ხვალ გაკრძალვა არის, ხალარისალია და მე ორ შაბათს ადას წავიყვანა და სამყაროს ჩაზომვა, მაგრამ როგორმე მომხაფლა და ადას წავიყვან და ჩავაზომებ და ეგრე იმას ვიზამ. თუ ეკნება კარგი რიყი, მაგას გამოვაჩერ და მე მივცემ, რომ ხამადისი არ მაქვს. უშინ თუ როდის ვიყავი ქალაქში, მივეცი ბოლო 90 ლარი მქონდა დარჩენილი. ხოდა ასე რომ ხუი ხო, ადას გეგას გამოუწერე, წყლის ვოთი, იმიტომ რომ ის მუხა მე მინდაო და უფრო ბავშვური გამოუწერე, კარგი რა. ფიქრობ რომ კაია ის სისტემულია და იახად იყო სუპერლარა. სადრომე 25-ად ყიდულობ. და სადრო 25-ad არა, 20 მითხრეს ის შავი რო ვიყიდე და ისი არ ვიყო მაგი და 25-იო მაშინ. ხოდა ასეთი მქონდა და მომედიდა. მუხა არა მიდიო მანდიცოდე. არიყიროთ. იატაკზე არაფერი დამიყაროთ. კაი, მოკლედ ერთი ქვაბი მაქვს, ეხლა გასარეცხი და ეგ არის.
ეხლა მე კი მინდა ყავა, მაგრამ ის არ მინდა მოგეთიანი მინდა. მოვიდო. მე კი მეზარება რომ ესწრება ეს. ისინი რა ქვია? დედიკო ის ადას 5 იყოდე. ხელი გარეშე ქონია რა კაია. შუქი რომიანათა მანქანა. Combinazione. Dici? Computeris. იმუჯრაში არ არის? ქვემოთაში, მაგრამ არა. არა მგონია დედა არაფერი არ მახსოვს სად რა შევიდა. აქ? ხო არ არის, მაგრამ არა. დედა მოსაკლავი არ არაფერი არ მახსოვს სად რა შევიდა. სადღაც მოკარი თვალი. აი გამახსენდება მე. ხო ცავენ ერთმანეთს. ბიჭო! გეგა! უყური ამას პუტავს მერე, ვაიმე როგორ მწარეთ პუტავს. გამახსენდება სადღაც მახსოვს. უმკლავე. ისიც ვერ ვიპოვე. მუხრალისი ფანარი. სადავდე არ მახსოვს. აფერი არ მახსოვს სად რა დამაკ. ხალდი მიყო ერთი. მე მგონი ხათქია იმ ქალბატონს Facebook-ზე აქვს ბლოგები არ ვიცი. კი YouTube-ზეც აქვს მე მგონი ეხა. იმან თქვა. ანუ შეცდომა არასოდეს არ მოსვლია ჩვენ. არასოდეს სხვა ნივთი ან ორი ნივთი ერთის მაგივრად არასოდეს არ ჩაუდია. და ამიტომ ვფიქრობ, რომ ყოველთვის ესეთი შეცდომა უფრო ჩვენ მოგდის ადამიანებს, იმიტომ რომ ხო არის იქ რაოდენობის მითითება, ან კალათაში რო აჭერ, მაშინ ორ ნივთს ერთად ერთ ნივთს ორს აგდებს, ანუ წერია მან გვერდზე. ეს შეიძლება ჩვენიდან გამომდინარე მომხდარ იყო, თორე ესე რომ რაინითი გამოიწერო და შენ ორი ჩაგიდონ არ არსებულია. ესეთ რაღაცა ჩვენთან არ მომხდარ. თან არ ვიცი რასაც იწერს, მაგინდა თუ რა უნდა დააკვირდე ხოლმე. ეგეც არის. შეიძლება ბევრი რამ მართლაც სწორი იყოს ადამიანი რომ რაღაცას დებს და ასე, მაგრამ ის არ მოსვლია ეგეთი, რომ ერთის მაგივრად ორი მოსულიყო, ერთი ნივთი, ერთი მაიკა გამოუწერე და ორი რომ მოსულიყო, არა, მაშინ იქ რაოდენობაში უნდა იყოს ჩაწერაში, თორე ესე არ მოდის, თანხაც მეტი მიაქვს. ხო და მოკლედ. არ ვარ მადლიერი მეთქი, ტემუსი მოვიტყვები, იმიტომ რომ თანხები, სად ტემუსი და სად აქაუნტი. აქ არაფერში არ გეყოფა 300 ლარი. დამერწმუნეთ და ვინც დადიხართ ბაზრებში, გინდათ მაღაზიებში, მე მგონი ჩემზე უკეთ გეცოდნებათ ასე. ასე რა არის. რა თქმა უწერე ბავშვებს. ფიქრობ რომ კარგი მოვა ყველაფერი. ხო, მე მგონი ყუთებში ვნახე. შენს ყუთებში. არა.
ტელევიზორის მაგი და ო დაიცად მოვაძლევ. მირეკავს